სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი დაინტერესდა თუ როგორია დღეს საბაზრო ფასები. ამის გასარკვევად კი ჩვენ გამოკითხვის მეთოდს მივმართეთ. ამ ზაფხულს მაღალი ფასები იყო. რა თქმა უნდა, კი, ძალიან გაძვირდა ყველაფერი. რისგან არის გამოწვეული? არ ვიცი, აბა რისგან არის უფრო მეტი უმუშევრობა, უფრო მეტი დაძაბულობა, გლეხს ფული არ აქვს, რომ პირუტყვს აჭამოს. ძალიან შვილო ყველაფერს ფასი მოიმატა. აბსოლუტურად ყველაფერს. ფასები გაიზარდა თუ შემცირდა? გაიზარდა. რაც ახალი მთავრობა მოვიდა 2 წელია ჯვარზე ვეცვით. იმატებს იკლებ თამაშობს ფასი. ანუ ფიქსირებული სტანდარტული ფასი არა? არ არის ფიქსირებული, არა თამაშობს. კლებასთან გვაქვს საქმე თუ მატებასთან? მატებასთან. არ ვიცი, ალბათ რა ვიცი, აბა კრიზისია ალბათ, რა ვიცი. ბოლო პერიოდში თითქმის ყველაფერი გაძვირდა. ნუ საერთოდ ჩვენთვის ცნობილია ამ ბოლო დროს ძალიან დაეცა რა ეკონომიური ეფექტი ჩვენი ქვეყნის განვითარება, მან გამოიწვია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ზრდაც რა. ფასები შვილო ყველაფერი ძვირია, სულ ყველაფერი. ეს სიძვირე ბოლო პერიოდიდან შეინიშნება თუ მანამდეც იყო? მეხლა მოჭარბებულად მეტი ძვირია. ბაზარში ხალხი აღარ დადის უკვე. ძალიან ძვირია ყველაფერი. ძალიან. პრესი არ შეიძლება რომ იყოს. ძვირია ყველაფერი. ეს რა პერიოდიდან ბოლო პერიოდია გაძვირდა თუ მუდმივად ასეა ფასებში? არა, ბოლო პერიოდში. ბოლოში უფრო. გაიაფებას საქართველოში ვერ იხილავთ ვერასოდეს. უკვე ზღაპარია. ხალხი არ დადის საერთოდ. ღამის 3 საათზე გამოვდივარ. პამიდორს ვიღებ, ვახალისხებ, გავარ. არავინ არ დადის. მოდის, აჰა, დღეში 1 არტიკლია. ხალხს ფული არ აქვს. $7 მუშაობს ხალხი. მოდის და ვერ ყიდულობს საქონელს. არ აქვს იმის საშუალება, რომ 2.5 და 2 ლარიანი პამიდორი იყიდოს. გაიძვირდა, უფრო გაძვირდა ფასები. სულ არ არის პირველი აბსოლუტურად. არ შემოდის. რამდენად ხშირად დადის მოსახლეობა ბაზარში, რამდენად ხშირად ვაჭრობს? ძალიან ცოტა. ძალიან შემცირებული. აი ამ ბაზარში ძალიან ცოტა დადია. ბაზარი ძალიან გაძვირდა. კარტოფილი მანეთ ნახევარი, მაინდა 20. ხახვე 80. კარტოფილი ემწუში, როცა მაინდა 30-ია, მანეთი და 20-ია. ამ ცეტა ხან შემდეგ რა იქნება კარტოფილი? 1-2 თვე არის რაც უარესდება ყველაფერი. არც ხელფასია, არც სამსახურია და უჭირს ხალხსა. გაიზარდა ფასები, ბებოდა მშიერია ხალხი. აი ეს არის ჩვენი ყოფა. ხალხის რაოდენობა თუ შემცირდა ფასების ზრდასთან დაკავშირებით? შემცირდა, ბებო ძალიან შემცირდა. გაძვირდა თანაც ძალიან. სიძვირია ყველაფერი, ასაღები ფასები ძვირია. მერე ჩვენ რა ავიღებთ, მეშოკებით დაუშვათ. იმას გადავახარისხებთ რამე და ძალაუნებურად ძვირად გვიწევს აქ ჩვენ გაყიდვა. მომხმარებელმა იკლოს, თავადაც მოგეხსენებათ მიზეზების გამო. რა შეიძლება რომ იყოს კლების მიზეზი, შეიძლება ის იყოს რომ ხალხ შემოსავალი არ აქვს არანაირი. გაიზარდა ფასები. დაახლოებით ზაფხულსაკეთ გასულ პერიოდთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია. გლეხი არ გვაძლევს. ანუ მაინც ძვირდება. ძვირდება შვილი. თქვენი აზრით რისგან არის გამოწვეული გაძვირება ფასების? აი ბალახის მიმართ უჭმელობისგან ვერ აძლევენ საქონელს. აქ როგორ არის იცი? აქანა როგორ არის? კარი ფული გადაიხდენ, ფული, აქ ფული გადახდა არ უნდა. აქ მოგცათ უნდა ჭამათ. თქვა შეხილ მოლუმენტ ყურძენი ხო ამას უნდა უცხარგად მოიხილო. ეგ დოკლაბები არის, მაგრამ ნახავთ, ხო, კურსაკიდები ჩამეკიდებ კაცები, ქალები, კაროჯი პამანდარ გეშვა, უნდა მუშაობა ბატონო. მის მუშაობს, ხო, კაი. ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, რომ ბოლო პერიოდში პროდუქტზე ფასების მატება შეინიშნება. გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ფასების ზრდა განპირობებულია ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით. გაზრდილია უმუშევართა რიცხვი. ფასების ზრდის პროპორციულად კი ბაზარზე მომხმარებლის შემცირება ხდება. ისინი ამ პრობლემის გადაჭრას მთავრობისგან ელიან.